გიორგი შაიშმელაშვილი არის ჩვენთან ერთად თავისუფლების მოედანი. გიორგი, დიდი მადლობა შენი დროისთვის. თემა, რაზეც მინდა ვისაუბრ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებას ეხება როგორც ყოველთვის, მაგრამ დავიწყოთ, აი საგაზაფხულო სესია იხსნება ორშაბათს. გაიხსნა უბრალოდ და გამოვიდა გრანტების კანონი ბრჭყალებში რაღაც თავის დამატებებით. მე ვფიქრობ, რომ როგორც რაღაცა ექსპერტები საუბრობენ, ეს ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. შენ ეს როგორ აისახება, როგორი შემხებლობა აქვს ამას და მე გავშალოთ თემა იმდაგვარად, რომ თვითონ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე როგორ აისახება ეს ყველაფერი, როგორ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება აი ამ კანონების პირობებში. მადლობა გიორგი, წელი მართლაც მძიმედ დაიწყო ამ თვალსაზრისით. მე მაქვს განცდა, რომ ამ კანონის შედეგი იქნება ის, რომ კი ეს ქვეყანა, უпроსტად ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის რკინის ფარდა ჩამოეფარება და დანარჩენ სამყაროსთან ურთიერთობები იქნება ძალიან რთული და მხოლოდ ისეთი ფორმალური, ესე ვთქვათ, თუ მანამდე აი ამ ძველმა ეგრეთ წოდებულმა რუსული კანონის შემოტანამ და ზოგადად ანტიდემოკრატიულმა ნაბიჯებმა თუ დემოკრატიის უკუსვამ და აღებულ ვალდებულებებზე უარის თქმამ სახელმწიფო ინსტიტუტები და სახელმწიფოს ინსტიტუციური თანამშრომლობა შეაჩერა დასავლეთთან, დღეს ეს ყველაფერი ჩამოდის უკვე მოქალაქეების დონეზე და უბრალოდ გასაგები რომ იყოს ჩვენი არ ვიცი მაყურებლისთვის, თუმცა ბევრმა იურისტმა ჩემზე უკეთ განმარტა ეს ამბავი, ეს არის კანონების გრანტების შესახებ კანონისში ცვლილებები და დამატებები კი ქვია, მაგრამ იცით თქვენ რომ უამრავ კანონში შედის ცვლილება და დამატება, ну შედეგის თვალსაზრისით დაახლოებით ასეთი რამ არის, რომ იქმნება ყველასთვის მუხლი ესე იგი რომლის მიხედვითაც ეს ადამიანი შეიძლება ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის იქმნება მუხლი, რომლის გამოყენებითაც ის შეიძლება გაუშვა 6 წლით ციხეში. და ეს რას ნიშნავს, რომ ყველასთვის როცა ვამბობთ, ხო? აი რომ წარმოვიდგინოთ დაახლოებით არ ვიცი, აი ყველაზე უფრო ქართული რამე რო წარმოვიდგინოთ, რომ კახეთში გაქვს პატარა ღვინის მეურნეობა, გაქვს შენი ვენახი, აგრო ბიოღვინოს აწარმოებს, მოვიდა ვიღაცა იტალიელი ტურისტი შენთან, ამ ადამიანს მოეწონა შენი ღვინო და დამატებით თვითონაც სომელიე დაუშვათ ან მეღვინეა და დამატებით რაღაცა კონსულტაციები გაგიწია და შემთხვევით რომ ეს რა კარგი თემაა, მოდი ამ შესახებ დამატებითი რაღაცა ლიტერატურა მომაწოდე და გამოგიგზავნა რომელიმე ჟურნალი ფასიანი აკადემიური ამ სფეროში, ხო, სიტყვაზე, ან ჟურნალი, რომელსაც რა ვიცი, დასავლეთში კითხულობენ მეღვინეები, რაღაც ახალ ცოდნას რო გაეცნო. ეს შესაძლოა ჩაითვალოს გრანტის მიცემად, რომლის შესახებაც შენ არ შეატყობინე სახელმწიფოს და ამის გამო დაისაჯო 6 წლის ვადით. Ну, გასაგებია რომ ამ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა გამოყენება ამ კანონის ბუნებრივია მოხდება შერჩევითად. უპირველეს ყოვლისა სამიზნე იქნებიან აქტიური ადამიანები, წინააღმდეგობაში ჩართული ადამიანები, თუმცა არავინ არ თქვას რომ რას ჩაგითulis კონკრეტულ ვითარებაში შენზე გაბრაზებული მაგალითად სოფლის გამგებელი წინააღმდეგობად, ხო? ეგ არავინ არ იცის. კიდე ერთი მაგალითი შეიძლება მოიყვანოს ადამიანს. მოეწონება პირობითად შენი ვენახი და რაღაცას დაგაბრალებს. ეს არის 30-იანი წლების, იმიტომ რომ ვენახი და დაგაბრალებს და მე წაიღებს შენ ქონებას. მართლა 30-იანი წლების ატმოსფეროს შექმნა, როდესაც თან არ დაგავიწყეთ რომ თავის დროზე, როდესაც რუსული კანონის და ასევე მუცხოველი აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტის ან ქართული ფარას შესახებ აღსრულების შესახებ კითხეს კუპრაშვილს ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელს, მან თქვა რომ ჩვენ უამრავი როგორ ქვია ამას whistleblower-ს ქართულად მამხილებელი ყავს, ანუ ადამიანი რომელიც ესე იგი დარეკავს რა და დანოს დაწყს. ან ეს ამაზე იქნება დაფუძნებული არსებითად, იმიტომ რომ შეუძლებელია სახელმწიფოს კონდეს ყველას კონტროლის, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე საშუალება. ამისთვის მნიშვნელოვანი იქნება საქმის აღძრვა და ამძრავი ამბის იყოს ვიღაცა. და ეს ვიღაცა შეიძლება იყოს შენი მეზობელი, რომელსაც ხო არ მოსწონს და შურს, რა ვიცი, შენი ვენახი რომ კარგად ბიბინებს და მოვლილი გაქვს რა. აი ამ მე მესმის რომ ამ წუთას თუ ვინმე კიდე სკეპტიკურად უყურებს ამ ყველაფერს, მისთვის შეიძლება გადაჭარბებულად ჟღერდეს, მაგრამ მართლა ეს წერია ამ კანონში, რაც ეხლა მე აღვწერე. რაც შეეხება პოლიტიკურ შედეგებს ამ ყველაფრისა, ну კონტექსტს თუ შევხედავთ, გონია რომ გასაგებია, რაც ჩაიფიქრა ქართული ოცნების ხელისუფლებამ.
მათ ისინი ქმნიან არაუბრალოდ რაღაცა ჰიბრიდული ავტორიტარიზმი, რომელიც გადაიხარა ავტორიტარიზმისკენ, არამედ აი მართლა ესე მყარ დიქტატურას, რომელიც მოწყვეტილი იქნება გარე სამყაროს და ამისთვის მათ ჭირდებათ რაღაც იდეოლოგიური საფუძვლები. იმიტომ რომ ქმნიან ამ ყველაფერს არაფერზე, გიორგი, ხო? ან გულისხმობ რას, რომ ან ინფრასტრუქტურა შექმნეს საკანონმდებლო ამისთვის. რეპრესიული მექანიზმიც როგორც ჩანს საკმაოდ ეფექტურია და დღემდე მუშაობს და ესეც შექმნეს, მაგრამ არ შექმნეს იდეოლოგიური საფუძველი. ამ იდეოლოგიური საფუძვლისთვის ორი რამ არის საჭირო. ერთი, ცოტა ვიცოდეთ ქართველებმა და ცოტა რაც შეიძლება ნაკლები მაქონდეს თავისუფალ სამყაროსთან. და მეორე, მგონია რომ ეს განათლების რეფორმის გრძელვადიანი შედეგი ამ წუთას შეიძლება ძალიან მერკანტილური მიზნები ამოძრავებდეთ, არ ვიცი, დეველოპერული მათ შორის რაღაცა სამშენებლო და ასე შემდეგ მიზნების განხორციელება, იმიტომ რომ ეს განსაკუთრებით ამ ერთი უნივერსიტეტი, ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი უბრალოდ იდეა და პლუს ამ ორი უნივერსიტეტის შეუცებ გაერთიანება, აშკარა მანდეს ის საინვესტიციო გარემოსთვისაც ჭირდებათ, რომ იქ რაღაც ფული შემოვიდეს და იმიტომ რომ რეჟიმს ფული ჭირდება, მოდიμέν, მაგრამ გრძელვადიანი მიზანი ასევე იქნება ქართველი ახალგაზრდის ინტელექტუალური სტერილიზაცია, თუ შეიძლება ასე ითქვას რა. მაგრამ ანუ აი ნახოთ რა გამოვუვად, მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ იმ თვალსაზრისით ამ ყველაფერს, რომ ჩვენს ირგვლივ ხან რაც უფრო ჩემთვის კომფორტული თემაა, ხო? ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ინტერნეტმა, სოციალურმა ქსელებმა, სხვა ბევრმა რა თქმა უნდა ფაქტორმა ერთად ერთი მხრივ თითქოს გაუადვილა რაღაც ტიპის ავტორიტარულ რეჟიმებს არსებობა, იმიტომ რომ ისინი ძალიან ეფექტურად იყენებენ პროპაგანდისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ ადამიანები მაინც ახერხებენ ამ სამყაროში რაღაცა თავისუფალ ინფორმაციაზე წვდომას და ეგ არის საბოლოო ჯამში ამ გემოს, რომელსაც იგებენ თავისუფლებისას, მე ძალიან რთულია რომ ეს ყველაფერი უბრალოდ რეპრესიებით ჩაახშო. მაგრამ აშკარაა რომ გენერალური ხაზი არის ეს თან იმ ყველაფრის საწინააღმდეგოდ მე ვიტყოდი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება და აი ზუსტად მან რატო ჩქარობენ გიორგი? აი რაღაცა აშკარად ეს განცდა გვაქვს უყველას, ხო, რომ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ეს ყველაფერი. თუ კი სხვა სახელმწიფოებმა, სხვა ქვეყნებმა მოანდომეს, სხვა რეჟიმებმა მოანდომეს ბევრი წელი, 10+ წელი, ხო? გინდა ჩრდილოეთ თავიღოთ, გინდა სამხრეთ თავიღოთ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ძალიან ფორსირებულ რეჟიმში ხდება. რატომ? ხო, ჯერ ერთი მართლა 10 წელი შესაძლოა და მეტიც მოანდომეს და პლუს რაღაც ტიპის გრანდ იდეას დააფუძნეს ეგ ამბავი რა. იგივე ჩრდილოეთში პუტინზე თუ ვილაპარაკებთ, კრიმნაში იყო რაღაც ახალი საზოგადოებრივი ხელშეკრულება, რასაც პუტინის ძალაუფლება დაეფუძნა. უფრო ადრე 2000-იანების დასაწყისში პუტინის ძალაუფლება დაეფუძნა იმას, რომ ამ ქაოსიდან მე შევქმნი რაღაც წესრიგს, სადაც შენ გექნება საბაზისო სოციალური საკითხები დაკმაყოფილებული, ამას გაზის და ასე შემდეგ ნავთობის ფასის დამშეუწყო ხელი, აღარ იქნება დეზინტეგრაციული პროცესები ჩრდილოეთ კავკასიაში, მაგრამ სამაგერად პოლიტიკურ ცხოვრებაში შენ ჩაერევი და ეს როგორც თანხმობა ამაზე რუსი ხალხის დიდმა ნაწილმა თქვა. და ვინც არ თქვა, მათი საბოლოო რეპრესიები დაიწყო აი ეგრეთ წოდებულ ბალოდნაის მოვლენების დროს და ანუ დამთავრდა ალბათ უკრაინაში შეჭრის მომენტისთვის თუ ეხაც გრძელდება. მოკლედ ეს გზა განლო. ჩვენ შემთხვევაში არანაირი დიდი იდეა არ არის გარდა ამ ადამიანებს ივანიშვილის და მისი წრის პირადი კეთილდღეობისა, საკუთარი ჯიბის გასქელებისა, იმიტომ რომ ეს ქვეყანა სულ უფრო და უფრო მეტად სუსტება ინსტიტუციური თვალსაზრისით, სამხედრო თვალსაზრისით, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ადამიანები ღარიბდებიან, დიდრდება მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული კლანი. და გვეუბნება რომ არა მე თქვენ მაინც წაგართმევთ პოლიტიკურ თავისუფლებას და თან ამას აკეთებს საზოგადოებაში რომელშიც თავისუფლების გემო იციან ანუ როგორი ამბავია იცი რომ ანუ შეიძლება საპირისპირო ისტორიული მაგალითების მოყვანაც შეიძლება ქართველების კონფორმიზმზე მაგრამ მე მგონია რომ მაინც ქართველები მომენტუმის ხალხი იყვნენ და როგორც კი გრძნობდნენ რომ იმპერია სუსტებოდა განსაკუთრებით სახელმწიფოებრიობისთვის მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რომ სახელმწიფოებრიობა რისკიანი ბიზნესი იყო, მუდმივად ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრების და მათ შორის უახლოესი თაობებიც ამ წინა ჩვენი თაობები, არ ვიცი, საბჭოთა კავშირის დემონტაჟში ბოლო ადგილი ნამდვილად, ანუ საბჭოთა კავშირის დემონტაჟი არ დაგვცემია თავზე, ამაში ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ სხვებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ხო, ამიტომ ამ სივრცეში
აი ესეთი შიშველი ავტორიტარიზმის შექმნა თუ გინდა რა, უნდა იჩქარო. Სწრაფად გაანადგურო ეს ხალხი. მეორე სიჩქარის თუ ამ ტემპების განმაპირობებელი ჩემი აზრით არის ისიც, რომ ოცნება ხდება, რომ ის საგარეო პოლიტიკური დაშვებები, რომელზეც მან ააგო საკუთარი ავტორიტარიზმის პერსპექტივა, თუ დაინახა ეს პერსპექტივა, ეგ დაშვებები არ მუშაობს. ანუ რა იყო ჩემი ეს ეგ დაშვებები? იყო ის, რომ რუსეთი უკრაინაში სწრაფად გაიმარჯვებდა, სწრაფად თუ არა აუცილებლად გაიმარჯვებდა და პოსტსაბჭოთა სივრცეზე დომინაცია ექნებოდა. ის რომ დასავლეთი ეს დაღმასვლა შეუქცევად სახეს მიიღებდა და ჩინეთი იქნებოდა მთავარი გლობალური ძალა, რომელიც მათ შორის დასავლურ ფინანსურ ინვესტიციებს რეგიონში და პირველ რიგში საქართველოში დააკომპენსირებდა, არც ერთი ეს რეალობაში არ მუშაობს. რატომ გონია რომ ამაზე აკეთებდნენ დაშვებას? თუ დააკვირდებით ქართული ოცნების პროპაგანდა მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხელისუფლებაში არიან და წესით მათი უპირატესობა უნდა იყოს რაღაცა სოციალურ საკითხებზე ლაპარაკი, ხო, იმიტომ რომ ხელისუფლებაში რო ხარ, შეიძლება მოუგვარო ადამიანებს ეს პრობლემები. ძირითადად რა, სულ პოლიტიკურ შეთქმულებზე, საერთაშორისო პოლიტიკაზე ლაპარაკობენ. იმიტომ რომ ხალხი გაღარიბდა და ეხა მაგის ჩვენება არავის აწყობს. ხო, უბრალოდ და თუ დააკვირდები, რასაც ლაპარაკობენ, არის აი აბსოლუტურად ანალიტიკურად არ გამომდინარეობს იმ ამბებიდან, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ან უკრაინაში ხდება, ან ირანში ხდება. ეხლა იგივე პოსტსაბჭოთა სივრცეზე როგორც კი იგრძნეს იმ ქვეყნებმა იგივე ცენტრალურ აზიაში და სხვაგანაც რუსეთის ის რომ უკრაინაში რუსეთის ომი რუსეთისთვის ხდებოდა თავის ტკივილი და ის ვერ აღწევდა იქ ვერც სტრატეგიულ და ვერც ოპერატიულ მიზნებს იმ წუთასვე დაიწყეს მისგან დისტანცირების პროცესი. ქართული ოცნების ხელისუფლება აღმოჩნდა ერთადერთი ხელისუფლება რომელსაც საპირისპირო პროცესი დაიწყო, ანუ ნაცვლად ბალანსირებისა, მან დაიწყო რუსეთთან მიტმასნების პროცესი და ეგ არ გაუკეთებია არავის. ხო და აქ მერე შემოდის გინდა არ გინდა ანუ აკადემიურადაც რო კეთილსინდისიერები ვიყოთ ერთია პოლიტიკურად რას ვფიქრობთ, ხო? ეს საკითხი რომ აი რამდენად აქვს საერთოდ ამ ხალხს საგარეო პოლიტიკის კეთების ავტონომია რა? ანუ რა ხარისხით არიან რუსეთზე დამოკიდებული და მე თუ მკითხავთ რუსეთზე მიბმის აი ეს თავგანწირული რა ქვია და უკრაინაში რუსეთის გულშემატკივრობის ის ხარისხი რომელსაც ეს ხალხი აჩვენებს უბრალო შეცდომით ან სისუსტით ან პოლიტიკური კლასის არქონით დიდად ვერ აიხსნება. აშკარაა რომ მინიმუმ ბიძინა ივანიშვილს ან მის წრეში კიდე სხვა ხალხს რაღაც ტიპის ვალდებულებები ჰქონდათ პუტინთან, რომლის შესრულების ნაწილია, რასაც ისინი აკეთებენ. იმიტომ რომ კიდევ მეორებ, აქ შესაძლებელი იყო ერთი მხრივ ნორმალური ხელისუფლების პირობებში, ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის პროდასავლურობა არ დამდგარიყო ეჭქვეშ და მეორე მხრივ რუსეთისთვის არ შეგექმნა იმ ტიპის, იმიტომ რომ ძალიან მოწყვლადია, ხო, ომშია ჩართული და სამხრეთის სტაბილურობა მნიშვნელოვანია. ამის საკმარისი მესიჯების და გადაზღვევის რაღაცა მის გაგზავნა რუსებისთვის შესაძლებელი იყო. და თუ ეს ყველაფერი უბრალოდ და მეორე ახსნა, ანუ რაც ასევე არ გამოირიცხება გარდა იმისა, რომ ესე იგი რუსეთთან თანხმობით ხდება ეს ყველაფერი თუ რუსეთის დავალებით, მეორე ახსნა არის ის, რომ შესაძლოა აქვთ ეს ავტონომიურობა, მაგრამ საგარეო პოლიტიკის კეთების კლასი, ზოგადად პოლიტიკის კეთების არც კლასი. ანუ ცოდნა არ გააჩნია, კომპეტენცია არ გააჩნია. ნახე რატო გეკითხები ამას, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ვსაუბრობთ, ცალსახად არ ჩანს მიზანი. რას ემსახურება გარდა ერთისა რაღაც კეთილდღეობისა კონკრეტული პირთა ჯგუფის, ხო? იმიტომ რომ მიზანი რა შეიძლება იყოს? კონსტიტუციური გადატრიალება, როცა სახეზე გაქვს, როცა კი გიწერია მუხლი, მაგრამ აჩერებ 28 ნოემბრის 24 წლისა. ცდილობ მოარყიო უსაფრთხოების ყველა ინსტიტუცია, საერთოდ ყველა ინსტიტუცია მოარყიო რისთვის, ანუ მაი მიზანი ამისი რა არის. რო თქვა, რომ მე ვარ რუსეთის მოკავშირე, რუსეთ-ბელორუსის კავშირში შევდივარ, ამას არ ამბობს. თან. ანუ აი მიზანი რა შეიძლება. ეგ მე მგონი რომ ანუ ესე მან პრობლემა როგორც ჩანს ამ ოცნების არის არა იმდენად მათი განზრახვები, არამედ რუსეთის სიფრთხილე ამ ტიპის რადიკალური ცვლილებების მიმართ სამხრეთ კავკასიის საქართველოსთან მიმართებაში თუ ეხა კონფლიქტებს გულისხმობთ, იმიტომ რომ
ეგ იქნებოდა ერთადერთი რამ, რომელსაც პოტენციურად მათთვის შეიძლებოდა ლეგიტიმაციის პრობლემა მოეხსნა. ეგ სწორედ ის გრანდიდია იქნებოდა, რომელზეც დასაწყისში ვლაპარაკობდი, რომელიც სხვა ავტორიტარიზმებმა შესთავაზეს საკუთარ მოქალაქეებს. ხო გახსოვს, რამდენჯერმე სცადეს ამ თემაზე საჯარო ლაპარაკის წამოწყება, როგორც ჩანს, რუსეთისგან მიიღეს ხისტი პოზიცია ამის თაობაზე, და ამ რუსებსაც ეგეთი დამოკიდებულება აქვს, სავარაუდოდ, რომ რაც ისედაც ჯიბეში გიზის, იმას რაღაცებზე დამატებით რატომ უნდა ევაჭრო. თან სიხისტე და მოუქნელობა რუსეთის ამ ნაწილში და არა მხოლოდ ამ ნაწილში საგარეო პოლიტიკის კეთების ესეთი აპრობირებული ფორმაა. რუსებმა რომ ეგ გაიაზრონ, რომ ოცნების შესანარჩუნებლად სამხრეთში ამის გაკეთება მნიშვნელოვანი იქნება. ვეჭვი მეპარება, მაგრამ მაშინ ბევრად უფრო სერიოზულად წავიდოდა ამ საკითხებზე ლაპარაკი. რაც შეეხება ოცნების мотиваციას, კი, აქ ოცნებაზე როცა ვლაპარაკობთ, მე მგონი რომ არ არის ერთგვაროვანი мотиваციები, ხო? საბოლოო ჯამში ივანიშვილის мотиваცია, მისი წრის ბიზნესმენების, რომლებიც ამ წუთას ფულს აკეთებენ ძალიან დიდ ამ ოლიგარქების პარტიული ნომენკლატურის და საჯარო სამსახურის შეიძლება ყველას შემთხვევაში ერთდაიგივე არ არის, გასაგებია რომ უბრალოდ ყველა დღეს ერთ ქვაბში იმიტომ მიხარშება, რომ სხვადასხვა ფორმით ყველას აძლევს ხელს ის ვითარება რაც არის. კიდევ მეორე რა პერსპექტივა აქვს ამ ყველაფერს, ჩემი აზრით რომ არ აქვს, მათ შორის არ აქვს კიდევ მეორე იმის გამო რომ ირგვლივ სხვა რაღაცები. აი ზუსტად მაგაზე მინდოდა მეკითხა, აი ირგვლივ რაც ხდება, აი იმასთან რა კორელაცია შემოდის საერთოდ ეს პოლიტიკა? იმიტომ რომ ირგვლივ დუღილის პროცესია ძალიან სერიოზული და აქ ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი როცა საგარეო პოლიტიკურ დაშვებებზე ვლაპარაკობთ, მე მგონი ერთ-ერთი მთავარი დაშვება იყო გასული წლის იანვარში, 20 იანვარს როცა პირდებოდნენ ისინი, რომ ისინი მოახერხებდნენ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების ნორმალიზებას. ეს ეფუძნებოდა იმას, რომ პრეზიდენტ ტრამპისთვის საგარეო პოლიტიკის კეთებისას ან პარტნიორების შერჩევისას და ასე შემდეგ დემოკრატიის ხარისხი თუ დემოკრატიული სისტემა არ არის ნომერი 1 პრიორიტეტი. ეგ არნიშნავს, რომ საერთოდ გამორიცხულია მისი ამ დღის წესრიგიდან, ხო? ესენი ასე ამ დაშვების ირგვლივ აგებდნენ ამ ყველაფერს. მაგრამ, დღესაც მოვისმინეთ ზაზა შათირიშვილის ბოლო წერილი, სადაც ის უკვე ღიად აკრიტიკებს პრეზიდენტ ტრამპს, უწოდებს მას რა deep state-ის ესე იგი გავლენების აგენტს ფაქტიურად. ეგ რატოა მნიშვნელოვანი, რომ ეს აქ ჩემი აზრით ძალიან სერიოზული ფორმულა, რომელიც მათ ჩაფიქრებული ჰქონდათ, დაუდგა თეჩქვეშ. ანუ მათი ფორმულა მდგომარეობდა იმას, რომ ჩვენ ვიქნებით ამ ქვეყანაში ძალაუფლების ყველასთვის მისაღები ძალაუფლების ესე რა ქვიან ინსტრუმენტი, ხელისუფალი და აი ამ თავარ იდეებს, რომელიც ნაკლებად პოლიტიკურ თავისუფლებას უკავშირდება და უკავშირდება თქვათ ისეთ გეოპოლიტიკურ კატეგორიებს, როგორც არის შეკავშირებადობის კონცეფცია, connectivity-ს რო ეძახიან. მოკლედ, დერეფნის ფუნქციას ჩვენს შევასრულებთ რა. ეგ ჩაუვარდათ და ეგ ჩაუვარდათ იმ ფონზე და ამის ბევრი ინდიკატორი გვაქვს, შათირიშვილის ინტერვიუებს რო თავიდანებოთ თუ წერილებს. აიგივე იმ შვიდობის საბჭოში, სადაც 1000 ჯურის ავტორიტარი მოხვდა, პრინციპში ეს ხალხი არ დაუძახებიათ, ხო? და იქ დემოკრატიული სისტემის კონტექსტში არ გაუზომიათ, როცა ანუ მithmetes ვენსი ჩადის ახლა, ხო? მე ბოლო არგუმენტი, რომელიც ჩემი აზრით ვენსის შესაძლო ვიზიტმა, რომელიც დაანონსებულია და ალბათ არ გადაიდება, გამოაცალა ოცნებას ხელიდან იყო ის, რომ ესე იგი გვეუბნებოდნენ პროპაგანდა ამბობდა, რომ უბრალოდ რეგიონი არ აინტერესებს ტრამპს და მის ადმინისტრაციას და ამის გამო ვერ ვლაგდებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადამიანური, ფინანსური, პოლიტიკური რესურსი ჩადეს ამერიკელებმა და ვიცე-პრეზიდენტ ვენსის თებერვალში ან მარტში დაგეგმილი ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში მაგის დასტურია. ანუ არც ერთ ამ კონტექსტში არ სხედა. ამას ემატება რუსეთის დასუსტებასთან ერთად მისი პროქსების თუ ენეიბლერების თუ რაც გნებოდა დავარქვათ, ანუ მისი მოკავშირეების დასუსტება მთელ მსოფლიოში რა. არ ვიცი, ჩვენს რეგიონში, კი ბატონო, ფაქტია რომ სამხრეთ კავკასიაში მისი გავლენები მკვეთრად არის შესუსტებული, დაემატა ამას ცენტრალურ აზიაში რაღაც ახალი დინამიკა, რომელიც გაჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში. რუსეთმა დაკარგა ძალიან სერიოზული მოკავშირე ლათინურ ამერიკაში სულ ცოტა ხნის წინ მადუროს სახით და ეხლა ირანში საერთოდ
აი დიდი გეოპოლიტიკური აფეთქების აი ჩვენ რა უნდა გავითვალისწინოთ, ეგეც მაინტერესებს ირანის შესაძლო აფეთქების შემთხვევაში რა. ანუ აი რო დაასრულებ ამაზე გადავიდეთ. დასრულება იქნება ის, რომ ირანში რაც ხდება, ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება რუსეთისთვის. და დიდი გამარჯვება იმ შემთხვევაში თუ რეჟიმის სტაბილიზაცია მოხდა ისე როგორც გვინდა რომ მოხდეს, მაშინ აი თავისუფლად შეიძლება შევადაროთ მინიმუმ ახლო აღმოსავლეთში ეს ამბავი საბჭოთა კავშირის დაშლის მასშტაბის ამბავი იქნება. რატო ვადარებ ამას? ეგეც ძალიან კაი სტატია აქვს სტივენ კოტკინს 2022 წელს Foreign Affairs-ში გამოქვეყნებული. ცივი ომი, რომელიც ვერ დასრულდა თუ რაღაცა ისეთი სათაური და მოკლედ იქ რაზე ლაპარაკობს რომ ისაუბრებს რომ მიუხედავად იმისა რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა 79 წელს მოხდა რაღაც ისეთი 70-იანებში რამაც გამოიწვია ის რომ ეს ანტიდასავლური თუ დასავლური ცივილიზაციის თუ ანუ ერთად რომელიც არის ადამიანის ინდივიდზე აგებული თავისუფლებების აი ამ ცივილიზაციის საწინააღმდეგო ძალების ტრანსფორმირება მოხდა და ისინი გაიშალნენ. და საბჭოთა კავშირი კი დაიშალა, მაგრამ ეს რაღაცა ბლოკპოსტებად ეს საწინააღმდეგობის ძალები შენარჩუნდნენ. და გულისხმობს ერთ-ერთი ირანს. და თუ სტივენ კოტკინი მართალია და მგონია რომ მართალია, მაშინ ირანის რეჟიმის შეცვლა დაახლოებით აი ამის გაგრძელება, საბჭოთა კავშირის ჩამოსვლის გაგრძელება და აქ ისევ ბრუნდები ისეთ თემებთან, როგორიც არის, ну აი ის რომ მიუხედავად ეხა ვიცი რომ საკამათო რაღაცას ვამბობ აკადემიურად, მაგრამ რაც არ უნდა აკრიტიკო ფუკუიამა იმასთან დაკავშირებით რომ ისტორიის რაღაცა ბოლო ფაზა არის თუ არა კაპიტალიზმი და თავის ხრივის გამოიწვევს თუ არა ყველგან ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვებას. ფაქტია რომ ამაზრი დემოკრატიები და ლიბერალური დემოკრატიები ბევრად უფრო სიცოცხლის უნარიანია და როგორც ჩანს ეს თავისუფლების ბაცილა აღწევს ყველგან თვით ისეთ რეჟიმებშიც კი ეგ იმას ანიშნავს რომ ტიპიური ლიბერალური დემოკრატია ჩამოყალიბდება, მაგრამ თავისთავად რაღაცა ეს იდეები მოკლედ რა განსაკუთრებით საშუალო იმაში რა ქვია ფენაში და ასე შემდეგ კი ნამდვილად აღწევს და არ დასრულება, ანუ ისტორია არ დასრულებულა, უბრალოდ ისტორიის ბოლო საფეხურია შეიძლება ფუკუიამას ამაში დავეთანხმოთ და უბრალოდ ჩვენ ვაკვირდებით რომ ამ ბევრი კონვულსიები მოყვება კიდე ამ ამბავს და ეს გრძელდება რა, ანუ რაღაც ტექტონიკური ცვლილებები გრძელდება და ბუნებრივად ირანის დაცემის შემდეგ თუ სადმე შეიძლება რომ რაღაც მსგავსი მოხდეს რუსეთის ფედერაცია იქ და სხვათა შორის ეს მარტო ჩემი ვარაუდი კი არ არის მე ბევრ რუსთან მილაპარაკე და რუსები რაზე პანიკდებოდნენ ეს აი 2000-იანების ბუშის ბოლო ფაზაშიც როდესაც იყო შესაძლო ინტერვენციაზე ირანში ლაპარაკი მაშინ ვკითხულობდი რუს ანალიტიკოსებს და გიждდებიან ამაზე რა, იმიტომ რომ ისინი ამბობენ რომ აი ირანის რეჟიმის დამარცხების შემდეგ თუ დაცემის შემდეგ მერე უკვე დასავლეთი იწყებს ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებას და აი ამაზე ჭკუა ეკეტებათ ხოლმე. ანუ როგორც რაღაცა ბუფერს თუ წინახას თუ რაღაცა პირველ იმას რა ქვია, ესე უყურებდნენ ირანს რა. ხო და ნახე რაც არ უნდა ვილაპარაკო და სწორია ანუ ამაზე ლაპარაკი რა თქმა უნდა უსაფრთხოების ძველი არქიტექტურა ჩამოიშალა არა ამერიკის შეერთებული შტატების გამო, არამედ მთავარი რევიზიონისტების გამო. მთავარი რევიზიონისტი ვინ იყო? პუტინი იყო 2007 წელს, როცა მიუნხენში თქვა რაც უნდა და მე აგვისტოში 2008-ში ეს გააკეთა, მე ყირიმის ანექსია იყო, ბოლოს უკრაინაში შეჭრა. მთავარი რევიზიონისტების გვერდით იდგნენ ირანიც და ჩინეთიც. და ესენიც იყვნენ რევიზიონისტები. ანუ რა არის რევიზიონიზმი? ეს არის ხალხი, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდგომი თუ სახელმწიფოები ცივი ომის დასრულების შემდგომი ის წილი საგარეო გლობალურ პოლიტიკაში და ეკონომიკაში, რომელიც მათ ერგოთ, ეს არ მიიღეს მათ. იმიტომ რომ მათ უმაგრებდათ ზურგს უკან რაღაცა დიდი ცივილიზაციური გამოცდილებები, ერთს რუსეთის იმპერიის სახით, საბჭოთა კავშირის სახით, ჩინეთს კიდევ უფრო რო შეხედოთ ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მანამ მხოლოდ საგარეო საშინაო იდეოლოგიური იმას, სუ ამაზეა ხაზგასმა ანუ წარსულ დიდებაზე, რომლის აღდგენა ეხლა ხდება. დაახლოებით მსგავსია ირანული რეჟიმი, კიდე სხვა პლასტებიც არის, მაგრამ ამ სამი რეჟიმიდან რომელიც არის
აი ამ დასავლეთის რომელსაც პაპუაშვილი გვეუბნება რომ სუსტებაობთ სამი თავარი მოკავშირე აქედან ერთს საფუძველი შეიძლება გამოეცალოს უბრალოდ გაქრეს ხვალზე ირანი მათ მხედველობაში და მეორე ძალიან სერიოზულ პრობლემებშია რუსეთში ისა უკრაინაში ერთადერთი ჯერჯერობით ამ ყველაფერს შვიდად უყურებს პეკინი რომელსაც ძალიან ესეთი უტილიტარული დამოკიდებულება აქვს ორივეს მიმართ არც ერთს ისე არ ეხმარება რომ ეს ეგრეთ წოდებული ზღვარი იმ დონეზე არ აწიოს რომ მან თვითონ მიიღოს ბევრი დარტყმა პირიქით ანუ ირანში გამკაცრებული სანქციებით ძალიან კარგად ისარგებლა ირანის მიმართ გამკაცრებული სანქციებით ჩინეთმა და მაქსიმალურად იაფად ერთადერთი შემსყიდველია ფაქტიურად ირანული ნავთობის და ყიდულობს ძალიან იაფად რა ანუ ეს პეკინს კიდე ესეთი ძალიან მოზომილი მისთვის დამახასიათებელი ამ შემთხვევაში მისი გადმოსახედა მე ვფიქრობ სწორი საგარეო პოლიტიკა აქვს ამ ორებისთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა რომ მოკავშირეა მოკავშირეობა ხშირად არ ითარგმნება რაღაცა უპირობო დახმარებაში და მით უმეტეს სამხედრო კონფლიქტში ღიად ჩართვაში და ასე შემდეგ. ეხლა რატო უყვები ამას რომ ისე ოცნებას რომ დაუბრუნდეთ. მთელი ამათი რიტორიკა აგებულია იმაზე რომ აპოშინმა ეგრაც კითხა ამასობაში ჩელიაბინსკი აშენდა და შეხედეთ უკრაინას რა დაემართა. შეხედეთ ევროპას რა დაემართა. ევროპას რა დაემართა. Ну, მე არ ვიცი ამაზე რა კომენტარი შეიძლება გააკეთო, იმედია ოდესმე იტყვის რომ ვიხუმრეო და ჯობია მისთვის რა. ჩვენ როგორ მივიღებთ ამ მის ნათქვამს სხვა ამბავია, მაგრამ შენ შეიძლება ელაპარაკო დასავლეთის პრობლემებზე ფეური და ბევრი აქვს დასავლეთის პრობლემები. მაგრამ ის რომ მისი მოწინააღმდეგეები გაცილებით უარეს დღეში არიან და გაცილებით უარეს დღეში მათ შორის არიან ტრამპის არაორდინალური საგარეო პოლიტიკის გამოცდა არა მხოლოდ ცხადია, ხო? Ну ეს ფაქტია უბრალოდ, ამას ვერსად ვერ წავუხვალ რა და შენ ამ დროს ბიზინა ივანიშვილი და მისი წრე ამ ავტორიტარიზმს, რომელიც ეს რაღაცა განყენებულად ვერ იარსებებს, ხო, რაღაცა ტიპის ინტერაქცია დანარჩენ სამყაროსთან ხო გიწევს. აშენებს, აი, იცი რა რომელი საგარეო პოლიტიკური გარემოს მიხედვით, რომელიც იყო დაახლოებით 2022 წლის თებერვლის დასაწყისში. გახსოვს რა ვითარება იყო, რომ აი ჩვენც კი გაგვიჩნდა რაღაც შიშები, რომ ეს პუტინი ცხენს ეზის, ამის გამჩერებელი არავინ არ არის, ეხლა უკრაინაში თავები ძალებს მოუყარა თავი, ინტერვენცია ალბათ იქნება, შეიჭრება, კიევს რაბედიელის კაცმა არ იცის, იქ არიან ჩარჩენილები. და დასავლეთის, აი დაახლოებით იცი სად არიან, აი გერმანიის მთავრობა რომ ჩაფხუტების გადაცემა არ გადაცემაზე მსჯელობდა. ოღონდ ამის მერე ევროპაშიც, ვაშინგტონშიც და სხვაგან ყველაფერი შეიცვალა და აქ დარჩა და ესენი იქ დარჩნენ. არა, უარესიც ესენი კიდე შორს წავიდნენ იმ ამბავში, რომ ანუ ინსტიტუციები საერთოდ მოიშალა, ხო? ანუ ჩვენ ვატყუთ განსაკუთრებით უსაფრთხოების ინსტიტუციები. შენში ესაძლოა რაღაცა შიში გქონდეს, როგორც პატარა ქვეყანას, რომლის 20%-ზე მეტი არის ოკუპირებული კავკასიონს გადმოღმარუსული სამხედრო ბაზებია, ცენტრალურ მაგისტრალს, ანუ ქვეყანას ემუქრება ორად ну ასე შემდეგ ყველაფერი, ხო? მაგრამ გააკეთო რაღაც შენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რაღაცა გააძლიერო, რაღაცა მეტი გააკეთო. აი პირობითად ეხო ხედავთ, სომხეთში ვიცით რომ არის გიუმრის ბაზა, ვიცით რომ მესაზღვრეები არიან, მაგრამ აი ვორშაბათს მაგალითად მიიღეს ინდოეთის გენშტაბის დელეგაცია, ვიცით რომ ინდოეთიდან შეიარაღებას ყიდულობენ და სხვა ქვეყნებიდანაც, მაგრამ ნუ რაღაცაზე ზრუნავს, ხო? ის საპირწონეთ. და აქ რას ვხედავთ, რომ არანაირი ზრუნვა ამაზე არ არის. და ისე უბრუნდებით ხო იმ კითხვას, რომ მაგ შემთხვევაში ანუ მიზანი რა არის? ხო, მიზანი მართლა მიზანი მე მგონი ჩანს აი ოცნებისვე პროკურატურის მიერ დადასტურებულ ფაქტებში, რა. ჩვენ ყავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელსაც როგორც ერთად ჩემმა მეგობარმა სწორად შენიშნა, იყიდარავ, იქირავაო $1 მილიონ თურქმა ბიზნესმენმა, იმიტომ რომ ყიდო ნიშნავს, რომ სამუდამოჩენია და იქირავა ნიშნავს, რომ კიდევ ვიღაც ხვებსაც შეიძლება. სხვა ქვეყნის მოქალაქემ შენი ქვეყნის უსაფრთხოების ეს რა, ეხლა ვერავინ უბრალოდ რა კავშირშია შენ ყავდეს ასეთი კორუმპირებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრი
ორგზის თავდაცვის მინისტრიც იყო ეს კაცი პლუს და შინაგან საქმეთა მინისტრი და ასე შემდეგ და შემდეგ. მოკლედ ინფრასტრუქტურის ეს ამბავი ვინმე მითხრას როგორ გაცილებს ომს. და თუ ეს ამბავი ომს გვაცილებდა კობახიძემ გამოუცხადა რა ბრძოლა ამ ყველაფერს კორუფცია, გულისხმობ რომ დავიჯეროთ ესე იგი მათი ნარადივი, კობახიძე რას აპირებს რომ ომში ჩავრთოს ახლა? ანუ ინსტიტუტების მშენებლობა ხო, განსაკუთრებით იმ მომენტში, როცა შენი მთავარი მოწინააღმდეგე ჩაფლულია სერიოზულ ომში, საიდანაც გამოსავალი ყოველ შემთხვევაში მისთვის სახარბიელო ამ ეტაპზე არ ჩანს და არ ჩანს. შენ არავინ არ გთხოვს ამ დროს, რომ რაღაცა ჩვენს მიმართ დარწმუნებული ვარ, აი რიტორიკის დონეზეც მათ შორის. ჩვენ რომ ელემენტარული თანმიმდევრულობა გამოგვეჩინა, გვაპატიებდნენ ძალიან ბევრ ამას რა, გვაპატიებდნენ იმასაც, რომ მაგალითად უკრაინისთვის შეიარაღება არ გაგვეგზავნა და ასე შემდეგ. თავარი პრობლემა აქ ხო ეგ არ იყო. თავარი პრობლემა ის კი არ იყო, რომ ჩვენ საკმარისად არ დავეხმარეთ უკრაინას და საკმარისად არ დავეხმარეთ იმ დასავლურ კოალიციას, რომელიც უკრაინის ირგვლივ შეიქმნა. თავარი პრობლემა იყო ის, რომ ჩვენ რუსეთის მხარეს დავდექით და დავდექით თუ არა რუსეთის მხარეს, ნუ ამის გასაზომად ბევრი რამე შეგვიძლია მოვუყვეთ. ეხლა შეხედეთ ოცნების პროპაგანდისტები, ესენი ხო ვიღაცა არ არიან, ეს ხალხი ღიად გულშემატკივრობს რუსეთს, ხო? რითი არის გამოწვეული? ამდენად ეს იყო საუკეთესო დრო. ნახე რატო იყო საუკეთესო დრო? ერთი მხრივ შენი მოწინააღმდეგე პრევენციულ დარტყმას ვერ განახორციელებდა შენზე, როდესაც შენ იმ მომენტში იყავ, როცა ინსტიტუტების გაძლიერება რო დაგეწყო. მეორე საუკეთესო დრო იყო იმის გამო, რომ უკრაინაში ომმა შექმნა ისეთი საჯარო დისკურსი, აი ქართველი უამრავი საქართველოს მოქალაქე ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში უყურებდა და იმ დროს მეც კი მეკითხებოდნენ ვიღაცები მირეკავდნენ, წერდნენ, რომ აი როგორია ჩვენ გვაქვს ადრეული შეტყობინების სისტემა ქვეყანაში. დანერგილი ან თავში საფრების საკითხი როგორია. ანუ მოქალაქეებში პირველად მე მგონი მიუხედავად ისე რომ რამდენიმე ომი გადავიდა. შეგნებულად გაჩნდა რაღაცა. გაჩნდა მოთხოვნა რომ თავდაცვაზე დანახარჯები გაზრდილიყო და ამას არ გაგიპროტესტებდა შენი მოქალაქე. ეს სერიოზული პოლისი დილემაა ხოლმე ბევრგან, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში რა. ანუ ეს იყო მეორე ხელშემწყობი და მესამე ჩვენი დასავლელი პარტნიორები თუ ვინმეს დაეხმარებოდნენ ამ დროს თავდაცვის უნარიანობის გამტკიცებაში პირველ რიგში ეგიქნებოდა საქართველო რა, იმიტომ რომ მოლდოვა მართლა განსხვავებული და ეს თან დადასტურებულობით ეს არ არის რომ რაღაცა ხო, ვარაუდზე არ არის. ხო, ანუ ზუსტად ვიცით რომ ამერიკელები მზად იყვნენ ძალიან ბევრი სისტემა ჩვენი ჩაენაცვლებინათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერი ამის საპირისპირო გაკეთდა, მათ შორის ეხლა ამ შემთხვევაში შეიარაღებულ ძალებზე ვლაპარაკობთ ჩვენ, მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ აი ეს კლაუზევიცის ცნობილი ჩვენ სფეროში ისე რა ქვია სამება იდეალური გარემო იქნებოდა იმ თვალსაზრისით რომ მოსახლეობის მედეგობა გაგვეზარდა რა, მათი ცნობიერება გაგვეზარდა იმისთვის რომ და ეს არ არის მხოლოდ იმისთვის რომ რაღაც მაინც ომისთვის იყო მზად ეს მათ შორის ნებისმიერ ტიპის კრიზისისთვის საუკეთესო რამ არის ეს მედეგობა, ანუ როცა შოკებზე იოლად რეაგირებს საზოგადოება და ინსტიტუტები და აღდგენას ახერხებს სწრაფად, მაგრამ ეგ რა შემთხვევაში ხდება? ერთადერთ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის არსებობს ნდობა. და მე მგონია რომ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ხო ნუ გასაგებია რომ დაჭრა ხო და ეს ბევრად ადრე დაიწყო ვიდრე ოქტომბრის არჩევნები იყო. საბოლოო ჯამში დობის და კონსენსუსის შენელობა ხდება მარტო პარლამენტში რა. თუ პარლამენტში წარმოდგენილი ადამიანებმა ვინც აირჩიეს როგორც არ უნდა ცოდი იყოს ეს კონფიგურაცია, ჯამში აქ ინსტიტუტების მიმართ, სახელმწიფოს მიმართ ადამიანებს მეტი ჩართულობის სურვილი აქვს და დობის მომენტი აქვს. მაგრამ გონია რომ უფრო ადრეც კი პირველად როცა რუსული კანონი იყო ინიცირებული და კიდევ უფრო ადრე აი ვაკვირდებოდი ხოლმე განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ დამოკიდებულებას. მაგალითად, ეხლა ეგ ჩვენს მაყურებელს შეიძლება ახსოვდეს და დააინტერესოს, მაგრამ ეგაც ბევრი რამის ინდიკატორია რა. სად იყო რუსული კანონი იარაღთან დაკავშირებით კანონზე რამდენჯერმე ჩვენი მილიტარისტი მეგობრები რომ მოატყუეს იქ ვითომ დარახველიძე იყო საერთაშორისო შინაგან საქმეთა მინისტრი რომელიც ინიციატორი იყო და რატო იყო ეგ მნიშვნელოვანი რომ აი ჯერ კიდე მე მგონი 13 ივნისის მოვლენებისას დაინახეს რა ახალგაზრდების მობილიზების უნარი რომლებიც უანგაროდ მზად იყვნენ რომ ესე იგი აი ესეთი დიდი მასშტაბის ტრაგედიაში
ამ ფორმით ჩართულიყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ ეს ხალხი ჩაეყენებინათ ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის სისტემის მშენებლობაში და მათი როლი და სახელმწიფო ინსტიტუტების კავშირი რაღაცნაირად ამის ინსტიტუციონალიზება მოეხდინათ, მაგას შეაშინა ეგენი. და შეაშინა და მე ფაქტი იყო უკვე გურიის სტიქიის დროს. ხო და მე გახსოვს, ანუ თუ დააკვირდები ტროლბოტების ისტერიკას ამ ხალხის წინააღმდეგ, როგორც კი ვინმე მობილიზდება და განსაკუთრებით თუ ამ მობილიზებას ახლავს რომ ესე იგი ამ ადამიანს რაღაც ტაქტიკური ახალგაზრდა ჯანმრთელია, რაღაც თოლში გადაადგილება შეუძლია, რაღაც ტაქტიკური მომზადება, უბრალოდ ფიზიკურად ძლიერია, იმ წუთასვე ეს ხალხი ნაცვლად იმისა, რომ ამ ხალხს უყურო როგორც სულ სიტყვას ვიტყვი, კი ბატონო, რესურს ეროვნული თავდაცვის ამოცანებს გადასაწყვეტა და იფიქროს, რომ მოდი ამას, რა ვიცი, სავალდებულო სამსახურში რა უნდა კაც რატომ მოვაცდინო, მაგრამ მოდი რაღაც რეზერვის ესეთი ფორმა შევქმნა, ან მოხალისეთა სისტემა, სადაც ამ ხალხს გამოვიყენებ. ამ ხალხის კონტროლი გადაწყვეტეს. იმიტომ რომ ძალაუფლება მათთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო და ეგ ჩანდა ბევრად ადრე კიდევ მეორე, ვიდრე ეროვნული თავდაცვის ამოცანები. აი ესეთი პატარა აგურებისგან და კენჭებისგან, ამ კენჭებზე დაკვირვებისგან, ამ ქმედებებზე დაკვირვებისგან ჩვენ შეგვიძლია ავაგოთ ერთი დიდი სურათი რა, რომ ეს შანსი, რომ შეგვექმნა ამ კონტექსტში იმ მიზეზების გამო თუ იმ ფაქტორების გამო რაც ხელს უწყობდა ძლიერი თავდაცვის სისტემა ხელიდან გაუშვით. კიდევ ერთი ფაქტორი გამოვრჩა ბიუჯეტების და ზოგადად თავდაცვის ბიუჯეტების და მთელ მსოფლიოში. ქართული ოცნების ხელისუფლებამ გამოაცხადა როგორც მილიტარიზმის, აღარ მახსოვს როგორ გააკეთეს ეს, ანუ ბევრი კრიტიკა იყო, ანუ როცა ჟურნალისტები უსამდნენ, რომ აი მათ შორის კობახიძის წერილებში იყო, რომ შეხედეთ როგორ ზრდიან ბიუჯეტს და რა ვიცი, ანუ თუ კი ვინმეს გონი მოეკითხებოდა ამ სამყაროში, ძირითადი საყვედური მანამდე იყო ხოლმე ის, რომ არასწორად შემცირდა თავდაცვის ბიუჯეტები მთელ სამყაროში. ამან განაპირობა რუსეთის ესეთი გაამპარტავნება და გააგრესიულება, ხო? მამანუბისგან მას მოქმედებებისგან, მათ შორის ამ მოქმედებების პირველი მსხვერპლი ვიყავით ჩვენ. და დასავლეთთან თუ რამე პრეტენზია გქონდა ნორმალურად მოაზროვნე ქართველს. იყო ხოლმე ეგ, რომ რატომ შეამცირეთ თავდაცვის ბიუჯეტები, იმიტომ რომ ამან გამოიწვია ის, რომ რუსეთის ეს რევიზიონისტული იდეები საქმედ იქცა. და ჩვენ ვიცოდით რა, რომ სამეზობლოში ვიყავით პირველი მოხვდა და ასეც ეს, ანუ ამაზე ეს წუხდით და თუ ეხა საპირისპირო პროცესი დაიწყო, ამას ხომ უნდა გულშემატკივრობდე, ხო, ბუნებრივად. ეს ყველაფერი იყო საბჭოთა კავშირის ანუ ტრადიციულ პროპაგანდის სტილში. კი, ეგრე იყო მართლა და მართლა აი წერან თქვენი ძახით მიზანი რა არისო და მიზანი რა არის კი არა, მარტივი კითხვა რო დაუცო. რა გირჩევნია შენ დამარცხებული რუსეთი თუ გამარჯვებული რუსეთი ამ ქართული ოცნების წარმომადგენლებს? პრინციპში ვერ გიპასუხებენ. ანუ შეიძლება იმ მომენტში რაღაც არის უბრალოდ რიტორიკისთვის გითხრას თუ საჯარო კომუნიკაციისთვის, მაგრამ ფაქტია რომ რუსეთს გულშემატკივრობენ. ამას ხსნიან ვერ გაიგებ რითი რა. ამ დროს რუსეთს, ანუ თუ ჩელიაბინსკი აშენდა, თუ ის უკრაინაში, ნახე თუ ჩელიაბინსკი აშენდა, თუ უკრაინაში შეჭრა გამპირობებული იყო და რაღაცა deep state-ის რაღაცა მაქინაციები, თუ აგვისტოს ომშიც რუსეთი მართალი იყო და ჩვენ დავიწყო, იმიტომ რომ სააკაშვილი იყო რაღაცა deep state-ის ადგილობრივი აგენტი. მაშინ თუ ეს ყველაფერი სწორია, როგორც ესენი როგორც ხედავენ, მაშინ გასაგებია რომ უნდა უგულშემატკივრონ კიდევაც რა, მაგრამ უბრალოდ აი ვიც შეხედავს, არ ვიცი თუ იმე იქნება უცნების გულშემატკივარი ამ გადაცემას, მართლა მარტივი კითხვა უნდა დასვა რა. ანუ შეადარონ ჩელიაბინსკი ნებისმიერ, არ ვიცი. რა მთელი ტრაგედია იმაში არის, რომ ჩელიაბინსკი რო შეადარო რაღაცას, უნდა იცოდე ჩელიაბინსკში რა ხდება და მე პირად დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ცოტა რამ იციან შიგნით რუსეთში როგორი ცხოვრება არის. ანუ მეტმაწილმა ეხ ვიღაც შეიძლება მოსკოვში ჩადის ან პეტერბურგში ჩადის, მაგრამ რა ხდება ორენბურგში ან მურმანსკში რა მოხდა ახლა, ხო და ეს ცოტა მე მინდა ერთ ვიტყვი რა ბოდიში და ეს კითხვა არ დაივიწყო რა უნდა ვკითხო. ჩვენ შემთხვევაში კიდე რა არის, აი რომც დაუშვათ, რომ რაღაც ლოგიკაში მიყვები ამ ოცნებას და ნუ აი ეს რუსები არ ვარგა შეიძლება, მაგრამ დასავლეთშიც შეხედე რამდენი პრობლემები და იქ რაღაც ღირებულებაზე რო იწყებენ. დაუშვათ ამ ყველაფერს ვეთანხმებით რა. მაშინ შემდეგი კითხვა უნდა დავსვათ.
ამ რუსეთს აქვს თუ არა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული. ყავს თუ არა 300.000-მდე დევნილი, ხო? ჩვენ რომ ამ ყველაფრის გარეშე ვიყოთ, ხო, ანუ ტერიტორიული მთლიანობა ამ ქვეყანას, ანუ არც დამდგარი იყოს ეჭქვეშ რა და მაგ შემთხვევაში ვიღაცას გადაეწყვიტა. თუმცა ეგაც არასწორი იქნებოდა, რომ რაღაცნაირად არ ვიცი, აი მაღბავლობის ჩელიაბინსკის აყვავების ფონზე დასავლეთის ნაცვლად გადაეწყვიტა, რომ რუსულ ორბიტაზე უნდა ეასება, თუ ეცხოვრა, კიდე ექნებოდა რაღაც ახსნა ამ ყველაფერს რა, მაგრამ ეს არის მთავარი საკითხი და ამას სულ უნდა ვახსენებთ ოცნებას რა. ნახე, ეს კომისიის შექმნა ზოგადად შემთხვევითი არ იყო, ზუსტად ანუ ცდილობენ ამ კომისიის მთელი ამ იმეთი რა ქვია და მათ შორის დასკვნით, რომ ეგ ორი რაღაცა დაგვავიწყო რა. ამიტომ ჩვენ ყოველდღე უნდა ვლაპარაკობდეთ, რომ ტერიტორიული პრობლემები არსად არ წასულა, ამ ქვეყნის 20 ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ცხინვარსა და სოხუმში დგას რუსული სამხედრო ბაზები და არაპირებს ეს ტიპი რო გაიყვანოს. მეტიც. და ესე იგი მეტიც იმ თვალსაზრისით, რომ რამე დინამიკა ნახე, აი ოდნავ მაინც რო თქვა გალელების ჰუმანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესდა რუსეთთან ოცნების დაახლოების ფონზე. არაფერი მსგავსი. ანუ მაშინ რატო აკეთებ ამას რა გარდა იმისა რომ შემდიდრდები მეტიც თუ კი მანამდე კრემლის პროპაგანდისტები და ოფიციალური მოლაპარაკე თავები საუბრობდნენ რაღაცებს უქებდნენ ქართულ ოცნებას რაღაცა ქმედებებს მათ შორის დუგინი ბოლოს დუგინმა თქვა რომ მას არ აწყობს არანაირი სუვერენული ქვეყანა არანაირი ნეიტრალური ქვეყანა რუსეთის საზღვრებთან ანუ მან წერტილი დაუსვა ამ ნარატივს ზოგადად რუსეთის მხრიდან და დუგინი არ არის ვიღაცა გაყენებული ხო კრემლისგან. წერტილი დას რომ მას არანაირი ნეიტრალური ქვეყანა მის გვერდზე არ აწყობს. თუ ვიღაცა აწყობს რუსეთს, ეს არის უბრალოდ მისი ნაწილი. კი. სრულად მისი ნაწილი. თელი ხო, მან ძალიან გულწრფელი იყო რა. ანუ ერთ წინადადებაში თქვა ის რაც ვისაც ვიცოდით ჩვენ რუსეთის შესახებ, რომ მისთვის პრობლემა პროდასავლური საქართველოს და ნატოს გაფართოება კი არ არის. მისთვის ნებისმიერი სახელმწიფოებრიობის, ანუ სუვერენიტეტის რაღაცა თუნდაც მინიმალური სტანდარტის მქონე სახელმწიფო წარმონაქმნი არის პრობლემა, იმიტომ რომ ამ წარმონაქმნს ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაუჩნდეს რაღაცის დამოუკიდებლად სკეთების სურვილი. ეგ არ სჭირდებათ მათ. ანუ ეგ არის რუსეთისთვის, ამ ყოველ შემთხვევაში ამ რეჟიმისთვის რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა, ანუ ერთ-ერთი ნომერ პირველი საფრთხეა და თუ ეგ ეგრეა, მაშინ შენ თან ხვდები ვიღაცასთან ურთიერთობას, რომელიც არც შენ ტერიტორიულ მთლიანობას, ესე იგი, არ აღიარებს და იმავდროულად შენი სახელმწიფოებრიობა, რომლისთვისაც არ ვიცი, ძალიან ბევრი სისხლი აქვს ჩვენ წინაპრებს დაყრილი, აი ძალიან ბევრი, ხო? მე მგონი არ არსებობს ესეთ მცირეერი, რომელსაც ამდენი ხნის სახელმწიფოებრიობის გამოცდილება აქვს და აი დააკვირდი რა თან როგორი იყო ეს ქართველების დამოკიდებულება ამ ამბის მიმართ რომ კი ზოგიერთ შემთხვევაში იმპერიები იპყრობდნენ ზოგიერთ შემთხვევაში მათ უწევდათ არჩევნის გაკეთება რომ რაღაცა დემოგრაფიულად გადარჩენილიყვნენ მაგრამ როგორც კი შანსი ეძლეოდათ მიუხედავად იმისა რომ მათ კარგად ესმოდათ რომ იმ გარემოში სახელმწიფოებრიობა იყო ძვირიანი რისკიანი საფრთხის შემცველი რამ მუდმივად სახელმწიფოებრიობის აღდგენას ცდილობდნენ, მუდმივად სამთავროების გაერთიანებას ცდილობდნენ და ეგ უახლოესი წარსულიდანაც ნახე როგორ დაგვიჯდა, იმიტომ რომ შორს რო არ წავიდეთ, ქართველების დემოგრაფიაზე თუ ვილაპარაკებთ, რომ მოდი აი ვიღაც მივეტმასო და იქნებ გადავრჩეთ რა, საბოლოო ჯამში არანაკლები სხერფლით უმეტი არა მოყვებოდა ხოლმე დაპყრობილი იმპერიებთან ერთად ქართველების ომს და საბჭოთა კავშირი რო ავიღოთ იგივე ხო ანუ მეორე მსოფლიო ომში მე მგონი თავი რო დავანებოთ 30-იან წლებში ამ ქვეყნის ელიტის და საუკეთესო ნაწილის განადგურებას და უფრო ადრეს და მერეც ეგ არის პრობლემა ანუ ამ თვალსაზრისითაც კი ეს დებატები რომ აი თავარია რომ ქართველობა როგორც ასეთი გადარჩეს და ცოტა ხანი მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფოებრიობა გეკრება თორე ეგაც კი ემპირიულად დადასტურებული არგუმენტებით ვერავინ ვერ აგიხსნის მაგას ეგ რატომ უნდა გააკეთოს თან ჩვენმა წინაპრებმა ეგ ძალიან კარგად იცოდნენ რა მაგას ძალიან კარგად ხვდებოდნენ რომ და ეგ მომწონს ამ ქართველებში რა ანუ უბრალოდ კი არ გადარჩნენ იმ დროს ფეოდალურ სამყაროში და მერეც როცა ერის სახელმწიფოს იდეა ჩდება
როგორც კი შანსი მიეცათ, სულ ამას აკეთებდნენ რა, რომ აი იმ რაც იყო მოწინავე რაღაცა საზოგადოებრივი ორგანიზების ფორმა, სახელმწიფოებრიობის, სამეფო იქნებოდა თუ მერე უკვე რაღაც დემოკრატიული რესპუბლიკა, ეს გავაკეთეთ. და ეხლა ვიღაცა მოვიდეს და გითხრას, რომ თან განსხვავება კიდე რა არის, იცი, მოვიდეს და გითხრას, რომ მოდი ამაზე უარი ვთქვათ. და თან ამ ყველაფერზე გველაპარაკოს რაღაცა ტრადიციონალიზმის სახელით და სუვერენიტეტის სახელით, თავი უნდა გაუტეხო რა, არ უნდა მიიღო ეგ არგუმენტი არც ერთ შემთხვევაში და მეორე ამბავია კიდე რა, რომ ბიჭო, იმ 21 წელში დავმარცხდით სიტყვაზე, მაგრამ დაგვამარცხა საბჭოთა იმპერიამ, რომელიც იმ დროს იყო აღმავლობის გზაზე, იმ დროს ვერც ბოლშევიკებმა, რომლის სათავეში იყვნენ აქ დაბადებული ტიპები. ეგ თავისთავად, იმის თქმა მინდა, რომ დღეს რუსეთის იმპერია და პუტინი არ არიან იმ კონდიციაში, რომ თუნდაც 70 წელიწადი გაძლონ. რა, იმ საბჭოთა კავშირს გარდა ეკონომიკური, პოლიტიკური და ასე შემდეგ, სერიოზული იდეოლოგიური საფუძვლები ჰქონდა და იმ მომენტში მართლა ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ 70 წელზე მეც ვერ გაძლებდა. ანუ მისი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, იდეოლოგიური ძლიერება გაცილებით დიდი იყო, ვიდრე პუტინის. იმიტომ რომ ამ პუტინს ბევრი პატარ-პატარა მცირე სახელმწიფო ჩვენი ზომების დაახლოებით მისგან დისტანცირება დაიწყო. გესმის, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ სუსტდება. ანუ ეგაც არაფრით არა, ანუ როცა აი ეგ მინდა რომ როცა ომის საფრთხის არიდებაზე არის ხოლმე ლაპარაკი, ეგ სულ ამაზეა სალაპარაკო, რომ სინამდვილეში ომის ეს არის პრინციპში ომისკენ გადადგმული ნაბიჯი, რასაც ოცნება აკეთებს მის საგარეო პოლიტიკით. ამ შემთხვევაში ინსტიტუტებს დასავლეთ ცოტა ხანი თავი რო დავანებოთ, იმ თვალსაზრისითაც რომ იზოლირებული საქართველო და რუსეთის ორბიტაზე შემორჩენილი საქართველო იმ ფონზე, როცა რუსეთში გარდაუვალია რაღაც ტიპის კატასტროფები. ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აი ამ რაღაცა ჩრდილოკავკასიური შიდა გარჩევების კლანების, ეკონომიკური და პოლიტიკური და სამხედრო და პარამილიტარისტული დაპირისპირების ნაწილი უნდა გავხდეთ. და რატო რისი გოლისთვის, როცა შეგვიძლია რომ დღეს შევქმნათ ისეთი ინსტიტუტები და ისეთი სახელმწიფო, რომ როცა რაც არ უნდა მოხდეს რუსეთში, უბრალოდ ცხვირია შეგიძლია არ შემოაყოფინო, არა რაც არ უნდა დეზინტეგრაციული პროცესი დაიწყო ჩრდილოკავკასიაში. იყო ძლიერი. აი მე ხამ ზუსტად ეს კითხვაც ანუ იმის უკანაეზო იყო და შიდა კონფლიქტების ნაწილი გახდე თუ ამის რაღაცა აკააგო არ ვიცი ძლიერი მესერი რაღაცა და აკონტროლო რომელი ჯობია ეხლა ვითხრა და აი ესეც მინდა კითხო ის რო ჩრდილოეთში აირევა ეხლა გარდაუვალი ამბავ და ვინც აკვირდება იქ მიმდინარე პროცესებს განსაკუთრებით დემოგრაფიულ და განსაკუთრებით ეკონომიკურ პროცესებს ზუსტად იცის რომ ეს ყველაფერი გარდაუვალია ანუ დიდი არეულობა რუსეთში გარდაუვალია და ეს არის ცხადზე ცხადი ვისაც ოდნავ მაინც პულსზე უდევს ხელი და აკვირდება და усმენს იმ ხალხს ვინც ერკვევა რუსეთში მიმდინარე პროცესებში, ხო, მათ შორის რუსებს. და ბოლო კითხვა რაც არის, უკავშირდება სამხრეთს, ანუ ირანს უკავშირდება, იმიტომ რომ ის სცენარები, რომელიც არის გაწერილი და რაც პრინციპში ყველა მიცის, იმ სცენარებში ცალსახად არის ძალაუფლების ცვლილებაც. ანუ მაგის გარეშე ვერ იქნება. და ფაქტია, რომ ირანი ისეთი ვეღარ იქნება, როგორიც არის ახლა. ამაზე მე მგონი ყველა თანხმდება, ხო? აი აქ მინდა კითხო, რომ რა საფრთხე შეიძლება დაგვემუქროს ჩვენ ერთი და მეორე, ანუ მიუხედავად იმისა, საქართველოში ამაზე აღარც ეროვნული უშიშროების საბჭოა, აღარც ანტიკრიზისული საბჭოა, არაფერი არ არის, ჩვენ მაინც ვისაუბროთ ამაზე, რა შეიძლება მოხდეს, როგორ შეიძლება აისახოს ჩვენზე იქ მიმდინარე პროცესი. ну უარეს შემთხვევაში თუ რეჟიმ ჩეინჯს არ მოყვება სტაბილიზაცია და ანუ ახალი რეჟიმი სწრაფად ვერ შეძლებს ეფექტურ კონტროლს, ხო? ასეთ შემთხვევაში იქნება ალბათ დევნილთა აკადემია, რომელთა ნაწილის და არა დიდი რაოდენობა მოაღწევს საქართველოს, იმიტომ რომ ჩვენი სახმელეთო საზღვარი არა გვაქვს. ირანთან, თუმცა ირანი ამ ახლოს არის ჩვენი რეგიონის ნაწილია, სომხეთს აქვს სახმელეთო საზღვარი. მოკლედ ანუ თავარი ამბავი იქნება დევნილები, როგორც ჩანს. მაგრამ ეს არ არის იმ მასშტაბის საფრთხე, რომელიც შეიძლება რომ არ ვიცი ნორმალურმა სახელმწიფომ ვერ გააკონტროლოს. სამაგიეროდ თუ რეჟიმის ცვლილება ხდება და თან რეჟიმის სტაბილიზაციაც ხდება,
ეს იმ მასშტაბის მოვლენა იქნება კიდევ მეორე ფახო აღმოსავლეთისთვის, რომ ბევრ ავტომატურად ბევრ ზრას პოზიტიურს ეკონომიკური, პოლიტიკური თვალსაზრისით გამოიწვევს, რასაც ირიბად საქართველოს იგრძნობს. ანუ ეს ისეთი ამბავია, რასაც ბუნებრივად უნდა გულშემატკივრად. ანუ იდეაში უნდა იყო იმ წარმოიდგინე, აი ცუდ რაღაცას ვიტყვი რა, ქართველი ოცნების ამ ქვეყანაში ხო ირანელი, თურქი უფრო დემონიზებულია სამწუხაროდ ვიდრე რუსი და ეგ სუფთა საბჭოთა ისტორიოგრაფიის და საბჭოთა მათ შორის კინოს და ასე შემდეგ დამსახურებაა რა. გახსოვს ის რაღაც მამლუქი და ესეც კი რაცა უნდა დარიხარი ხასიათის იყოს მხატვრული თვალსაზრისით ეგ ფილმები რაღაცნაირად გავლენას ახდენ და ეგ არა და ყველა ეს ფილმი არის გიორგი სააკაძე დაწყებულ და შემდეგ საბჭოთა პროპაგანდამ შექმნა იმის გამო რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ესაზღვრებოდა თურქეთს რომელიც იყო ნატოს წევრი არ ვიცი ვალეში იყო საბჭოთა კავშირის და თურქეთის ამ ორი დიდი იმის ნატოს ესე იგი ამ ორი დიდი დაპირისპირებული ძალის საზღვარი და აჭარაშიც და ხო ანუ რის თქმა მინდა რომ ეს სამწუხაროდ ქართული ნაციონალიზმის რაღაცა ნაწილი თუ შეიძლება დიდი ნაწილი სამწუხაროდ და სწორედ ამის გამო ხდება მისი ინსტრუმენტალიზება ქართული ოცნების მხრიდან აგებულია არა ანტირუსულ სენტიმენტზე, რაც ბუნებრივი უნდა იყოს წესით, არამედ რაღაცა ძველ ტრაუმებზე, რომელიც ძალიან ისტორიულია, შორია და ასე შემდეგ. ხო, აი, ყარსის ხელშეკრულების თრუპაშინებდნენ დიდხანს, ხო გახსოვს, დაახლოებით ეგეთი ამბავი. ხო და ეხლა წარმოიდგინე, ქართველი, რომელიც უკრაინას არ გულშემატკივრობს რა. ანუ გულისხმობ საშუალო სტატისტიკურ ოცნების ამორჩევას ან ტროლს, რომელიც თან საღამოვით როლად მუშაობს. რანაირად გინდა დაარწმუნო რომ რა ქვია მაგას ირანელ ახალგაზრდას უნდა უგულშემატკივროს. ხო ანუ ეს ხალხი ეხლა როგორც უყურებს ამ ამბავს მაგათვის საბოლოო ჯამში აი პუტინი ვით უყურებენ ყველაფერს წეღარ ვლაპარაკობთ რა ნებისმიერი სახალხო აჯანყება კი არა და სახალხო პროტესტი სადაც არ უნდა ხდებოდეს დედამიწის ზურგზე, ორი თვალით უყურებენ. ერთი შემთხვევით წინააღმდეგობას, ანუ პროტესტს არ ქონდეს წარმატება, იმიტომ რომ ეს, ესე იგი, რაღაცა პრეცედენტი არ გაჩნდეს და მეორე რა თვალითაც უყურებენ, იქ პოლიციელმა თუ სადმე ძალას გადაამეტა, უცებად იტყვიან, რომ აი ფრანგი პოლიციელიც ესე იქცევ. მეტი არ აინტერესებს. აი ესეთი სტრატეგიულად ახლო ხედველი პოლიტიკური კლასი, როგორც ოცნებაში თავმოყრილი ხალხია, ისტორიულად არ ყოლია, მე მგონი ამ ქვეყანას, იმიტომ რომ ნუ ამ ქვეყანაში, აბა როგორ გადავრჩით? ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ შენი მოწინააღმდეგე რო სუსტებოდა, რაც არ უნდა გულზე არ გეხატებოდა, ის ვისთანაც ბრძოლაში იყო, იმას რა ვიცი, იარაღს თუ არ აწვდიდი და ფიზიკურად თუ ვერ ახმარებდა, გულშემატკივრობდი. თან ამახინჯებენ რაღაცებს და ისე შემოყავთ, ხო, გარკვეული პერსონაჟები ხა ამ საუბარშიც რა. ამ ანუ ნარატივშიც რომლითაც ყვებავენ, ხო, მე კი, ანუ ყველაფერს ეს პროპაგანდა. თუმცა აქ დიდი ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მოყვეს რეჟიმ ჩეინჯს ირანში. კი. რომელიც შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებმა უბრალოდ ხელიდან გაუშვან, იმიტომ რომ არიან იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც არიან. ნუ ამ შემთხვევაში კიდევ მეორე თუ სადაც ახლა ხელიდან უშვებთ ჩვენ არ დაგავიწყეთ რომ ბრიუსელმა გითხრა რომ კანდიდატის სტატუსი გაქვთ მხოლოდ ფურცელზე. ირანს რომ ცოტა ხანი თავი დავანებოთ, არ ვიცი შევხედოთ მოლდოვას და მოლდოვაში როგორ რა ევროპული ინვესტიციები შედის, მათ შორის გრანტების სახით იგივე ევროკავშირიდან თავი რომ დავანებოთ რომ იქ საინვესტიციო გარემო უკეთესი და პირდაპირ ინვესტიციები ედებოდა რაღაცა. ამ შესაძლებლობებს კარგავთ უპირველეს ყოვლისა და ამავდროულად მაგალითად აი ეს ტრიპი ანუ ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ ხო ესე ითარგმნება მგონი ანუ ეს ეგრეთ წოდებული ზანგეზურის მონაკვეთი თუ სიუნიქის მონაკვეთი აზერბაიჯანის და სომხეთის აი ეს აზერბაიჯანული ექსკლავის სომხეთის მონაკვეთი რომელიც აზერბაიჯანს აკავშირებს ნახიჩევანთან ხო იქაც ამერიკელები შემოდიან ანუ ნახე ბიძინა ივანიშვილზე ხო არა ეგეთ მე მგონი დადასტურებული ნათქვამია რომ აი რა უნდათ რა ქვია შავ ზღვაში ამერიკელებს მას ერთხელ ეგეთი რაღაც უთქვამს და შენ წარმოგიდგენია იმ სახმელეთო დერეფანში რა უნდათ ამერიკელებს და ცოტა ხნის წინ მაგას მართლა ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რა ეგ ამბავი
აი როცა უბრალოდ ეკონომიკურ შესაძლოს სტაბილურობაზე მეკითხები, მე მგონია რომ ეგ ამბავიც გამოგვრჩა ჩვენ. ანუ ფაქტიურად აი არ ვიცი BIP-ის და ესეთი დიდი პროექტების დასრულების შემდეგ ამ მასშტაბის ინტერესი ამერიკელებს რეგიონის მიმართ აღარ დაუფიქსირებიათ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის გავლენები სამხრეთ კავკასიაზე იზრდებოდა მკვეთრად. რაღაც მომენტში აღმოჩნდით ვითარებაში, როდესაც სამხრეთ კავკასიის ყველა სახელმწიფოში რუსებს ედგათ სამხედრო ბაზა, აზერბაიჯანიდან ის გაბალას ესა რა ქვია, რადიოლოკაციური სადგურიდან უკვე გასულები იყვნენ, მაგრამ აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამშვიდობოების ფორმით როცა ჩადგნენ, თქვათ, აი 2020 წლის მერე რა, როცა ცეცხლშეწყვეტი შეთანხმება გაფორმდა, იმ მომენტში ყველა სახელმწიფოში იდგნენ რაღაცა ფორმით სამხედრო ყოფნა ჰქონდათ სამხრეთ კავკასიაში და დღეს ეს ყველაფერი იმდენად უკან ანუ რუსებს არათუ უბრალოდ აქ რაღაცა თურქების შემოშვება მოუწიათ იგივე 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომის დროს და ანკარას როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კონფლიქტში ხო და თურქეთზე რატო ვლაპარაკობ არ დაგავიწყდეს თან ნატოს წევრი ქვეყანაა რა ამასობაში მოუწევთ როგორ ჩანს ლოგისტიკური კომპანიის რომლის უსაფრთხოებასაც დიდი ალბათობით კერძო სამხედრო ამერიკული კომპანიები უზრუნველყოფენ დაშვება რომელიც ესე იგი ოპერირებას გაუკეთებს ამ გზას მის უსაფრთხოებას და ასე შემდეგ და ეხლა მეტი ამერიკული ყოფნა მე არ ვიცი რა შეიძლება იყოს რა ანუ ეგ არის დიდი ცვლილება რასაც ვნატროვდეთ პრინციპში და რაც ისე სწრაფად მოხდა რომ და ისე იმდენ ხანს უყურებდით ამ რუსეთის აღმასვლას ჩვენ და ეს ამბავი ისე სწრაფად მოხდა რომ ბოლომდე ვერ დავიჯერეთ რა რომ ჩვენ თავს ხდება და თან ისე დროს მოხდა რომ მოცული ვართ შიდა ქართული პოლიტიკური ამბებით რაც ასევე ოცნებამ გადაგვკიდა და ეს ყველაფერი აი მათ შორის სამხრეთ კავკასიაში ეს ცვლილებები ვერ მოხდებოდა ვერავითარ შემთხვევაში რომ არა უკრაინელების გმირული ბრძოლა რუსების წინააღმდეგ ანუ ეგ სულ უნდა გვახსოვდეს ხოლმე რა ჯამში თუ რამე წარმატება იქნება ამ რეგიონში რა მათ შორის არ ვიცი ჩვენ წინააღმდეგობის წარმატება ივანიშვილის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ ეგ დროც მოვა და რაც თავარია რუსების ალაგმა ამ რეგიონიდან მათი სამხედრო ყოფნის უპირველეს ყოვლისა ისევ და ისევ უკრაინელების დამსახურება და მადლობა მაგათაც და მადლობა იმ ქართველებს რომლებიც ამ შემთხვევაში სწორ მხარეს დგანენ და სწორ მხარეს იბრძვიან სხვანაირად გაგვიჭირდებოდა იმის ახსნა რატო ყავს დღეს ეგეთი ხელისუფლება რომელიც რუსეთს გულშემატკივრობს არ ვიცი ისტორიის სამსჯავროზე წინა გადაცემაც ისე მოხდა რომ ამით დავამთავრე და ეხაც რაღაცა ეგეთი ვთქვი ხო მაგრამ ეგ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია სულ თქვათ აუცილებლად რომ არა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა არ იქნებოდა არც დასავლური დახმარება არ იქნებოდა არც რუსეთის დასუსტება სხვადასხვა წერტილებში და შეიძლება არც მადურო ყოფილიყო იმიტომ რომ ჯამში ეგ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია გიორგი შეიშველაშვილი დიდი მადლობა გიო მადლობა მადლობა თქვენ